ბაჩო ბულისკერია, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რომელიც უკრაინაში დაეცა. მის შესახებ თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა, სად იბრძოდა, მისი თანამებრძოლი დანაყოფი შერეკილების მეთაური ბაჩო ქაჯაია ისაუბრებს სპეციალურად თქვენთვის. ხსოვნა დანაშაული არ არის ოლიმპიური თამაშების, დამპლური თამაშები, ასე ვთქვათ. მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილიანობის სტატისტიკა 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია და სიტუაცია ფრონტზე. გამარჯობა, დღეს 14 თებერვალი 2026 წელი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 1452 დღე გავიდა. მე რატი ვარ მოჯერი ჟურნალისტი, თქვენ კი უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში არხზე თავისუფალი ადამიანებისთვის. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებ დღეს და ტრაგიკული ამბით ვიწყებთ. ბაჩო ბულისკერია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაეცა უკრაინაში. მას ჰყავდა მეუღლე, ორი შვილი. ხსოვნა მარადიული და დიდება ქართველ გმირებს, მხნეობა მის ოჯახს და როგორც გითხარით, სულ ცოტა ხანში უკრაინიდან შემოგვიერთდება მის თანამებრძოლი, მისი ხელმძღვანელი დანაყოფ შერეკილების მეთაური ბაჩო ქაჯაია და ის უფრო მეც ისაუბრებს ამ ყველაფერზე. ინციდენტი მოხდა სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუშკოვკა, კონსტანტინოვკას მიმართულებაზე, კონკრეტულად ჩასოვიართან. თქვენ ახლა ხედავთ კადრებს, სწორედ ბაჩოს მიერ საბრძოლო დრონების გამოყენების, როგორ იბრძოდა ის. ერთი გრუზი, საჩუქარი, შეუვარდებათ ამ საღამოს ოკუპანტებს. უფრო მეტი კადრი შეგიძლიათ ნახოთ ჩემს ტელეგრამ არხზე, რომლის ლინკიც აღწერაშია, თუ კი ვერ იპოვით კომენტარებში დამიწერეთ და გაგიზიარებთ ლინკს. და სულ ცოტა ხანში, როგორც გითხარით, ავტო შემოგვიერთდება, მანამდე ვისაუბროთ უშუალოდ იმაზე, თუ სად მოხდა ეს ყველაფერი. ეს არის, როგორც გითხარით, სლავიანსკი, კრამატორსკის მიმართულება, ჩასოვიარი, აი აქ არის და დაახლოებით აქ აქვთ პოზიციები ქართველ სამხედროებს. როგორც ხედავთ, ამ მიმართულებაზე ვითარება რჩება, ასე ვთქვათ, სტაბილურად რთული. ვიცით, რომ რუსებს დაყოფილი აქვთ ორ ნაწილად ეს მიმართულება, ეს არის დრუშკოვკა, კონსტანტინოვკა და ზევით უკვე კრამატორსკი, სლავიანსკი. რუკებს რაც შეეხება Deep State-ის რუკაზე ესეთი მდგომარეობა არის, განსაკუთრებული წინსვლა, ასე ვთქვათ, არ აღინიშნება, თუმცა გარკვეული აქტივობები იყო ნიკიფოროვკაში, ფედოროვკაში, პივლიაში, სამხრეთ მიმართულებაზე, ანუ იქ სადაც აი ეს ჩვენი ბიჭები არიან, ახერხებენ მოწინააღმდეგის შეჩერებას, რაც შეეხება სლიოჩნიკაბრის მასთან მიმართებაში მის რუკებზე აი ესეთი ვითარება არის, აქაც ბოლო ერთ კვირაში განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ცვლილებები არ აღინიშნება, რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, როგორც ხედავთ, აქაც ჩვენ გვაქვს დაახლოებით ანალოგიური ვითარება. სიტუაცია პრაქტიკულად უცვლელი არის ამ მიმართულებაზე, მცირე გადაადგილებები შეინიშნება, განსაკუთრებული აქტივობა კონსტანტინოვკას მიმართულებაზე არის. აი ჩვენ Deep State-ის რუკაზე შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ ცვლილებებს. აი ახლა ასეთ ვითარებას ხატავს ეს რუკა, ეს არის კონსტანტინოვკა, რაც შეეხება წინა დღეებს, აი აქ ხედავთ აი ესეთი მცირე წინსვლები არის ბოლო პერიოდში. მოკლედ როგორც ხვდები, ავტო უკვე ხაზზეა, კიდევ ერთხელ მივესალმოთ ავტო ქაჯაია, ქართველი მებრძოლი, რომელიც საქართველოს შერაღებულ ძალებში იბრძოდა, იყო ავღანეთში მისით, დიდი სამხედრო ისტორია აქვს, მოკლედ და ახლა უკვე რამდენიმე წელია იმყოფება უკრაინაში, იბრძვის უკრაინის შერაღებულ ძალებში და ის ერთ-ერთი ბრიგადის, ერთ-ერთი ბატალიონის ასეულში არის, 20 მეთაური არის და ასე ვთქვათ, მის დანაყოფს ქვია შერეკილები. ახლა ის შემოგვიერთდება და გავაგრძელებთ მასთან საუბარს. და მადლობა, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში გამონახე დრო და ჩემი არხის მაყურებელს მოუყვები ბაჩოზე. პირველ რიგში ცხადია ვიზიარებ თქვენი მისი მებრძოლების მწუხარებას, ასევე მისი ოჯახის მეგობრების მწუხარებას და ზოგადად მთელი საქართველოს მწუხარებას. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი ქართველი დაეცა უკრაინის მიწაზე. რომ მოგვიყვე მასზე, რამდენი ხანია იცნობ, სად იბრძოდა, რა გარემოებაში გარდაიცვალა, სად მიმდინარეობდა საბრძოლო შეტაკებები? მოგესალმებით. ბაჩო ბულისკერიას ვიცნობ ავღანეთიდან, ერთად ვიყავით
2016-ში ბაჩო მსახურობდა მეორე ქვეით ბრიგადაში, სენაკში. მე სხვა ბატალიონში ვიყავი, სხვა სამსახურში ვიყავი და უბრალოდ ისე დაემთხვა რომ მე მივლინებით წავედი G2 სერჟანტად და ბაჩო იყო იქ მებრძოლი, ჯარისკაცი. იქიდან ვიცნო ბაჩოს. შემდეგ ბაჩო როგორც ომი რო დაიწყო 2022-ში, მე ჩამოვედი მარტის დასაწყისში. მარტის დასაწყისიდან ვიყავით ქართულ ლეგიონში მოხდით, იქ ვიყავით ბები და იქ ნახე და იქ ვიცნობდი რა აქამდეც და იბრძოდა მე წამოვედი იქიდან ეს ჩემი ჯგუფი გაკეთდა რაღაცა აქეთ ბახმუტისკენ ვიყავი თავიდან შემდეგ ბაჩო იქ ლეგიონში იბრძოდა ქართულ ლეგიონში იქ დაიჭრა იქ მიიღო მძიმე ტრავმა ფეხის ნაწილი იქ დაკარგა და წლები მსახურობდა ქართულ ლეგიონში შემდეგ ისე მოხდა რომ მე ახლა უპილოტოებში ვარ 56 ბრიგადაა ცალკეული ბატალიონი სადაც არის უპილოტო სისტემების ეს ბატალიონი და იქა ვარ ასეულში ასეული ყავს და დამიკავშირდა ბაჩო და უპილოტოები რა ხან იყო ჩემთან წამოვიდა რა თავს 4-5 თვეა მე-5 თვეა ჩემთან მსახურობს რა ბიჭი რა მებრძოლი ბიჭი იყო წესიერი ბიჭი იყო და საქართველოს უყვარდა რა ოჯახი უყვარდა პირველ რიგში რა რა მიმართულებაზე მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა სად იბრძოდით რის თქმა შეგიძლია ამასთან დაკავშირებით ჩემი მიმართულება არის ჩასოვია დონეცკის ობლასტია ჩასოვი არის და მაგ მიმართულებაზე ვართ უკვე ეს 5 თვეა რა მეტი 5 თვე რა ჩემი პოზიციები მაქვს 3 პოზიცია გვაქვს დრონებზე ვმუშაობთ რა ეს არის დრონი არის FPV არის ვამპირები არის რომელიც დიდები რა და ეს ერთი ჯგუფი ხალხი მუშაობს ვიცით ის FPV მაგაზე ჯგუფები და ეს მძიმეს ვეძახით დრონები რომელიც არის ძალიან დიდი დრონები მუშაობდა ბაჩო პოზიციაზე ვიყავი შესული ერთი კვირა მომიწია იქ ყოფნა ახალი პოზიცია ავიღეთ კიდე დავიმატეთ რა პოზიცია და იქ ვიყავი და ბაჩო შემოვიდა მე რო უნდა გამოსულიყავი იმის წინა დღეს ერთად ვიყავით ერთი ღამე რა ბაჩო იყო მეორე პოზიციაზე ჩემთან ცოტა პოზიციები არის ესე რა ლინიები სიტყვაზე 500 მეტრი და ესე რა დაშორებული ერთმანეთისგან და მეორე პოზიციაზე იყო და მუშაობდა რა ძალიან მაგრამ მუშაობდა თან ვიდეოებს ვიყრიდა რომ გაუშვით უკვე ესა გაუშვით ისა დიდები და რა სამწუხაროდ ღამე მუშაობთ ვამპირები ღამე არის ჩვენი ფრენები დღე კიდე არ მუშაობთ არის დღე რომელიც სიტყვაზე რუსები წამოვიდნენ შეტევაზე ბევრი და ჩვენი დახმარება როგორც ძიმე არტილერია ისე ითვლება რა და მაშინ შემთხვევითობა ყოფილა 1-2 რომ დღისითაც დაგვიკეთებია საქმე რა და დილით ჩაიძინა და რავი ამ ხმებზე ალბათ წამოხდა რა ხმარო იყო რა დაცემის და დავწუხაროდ გული გაუჩერდა რა და რავი როგორც იძახიან თვითონ ექსპერტები და ესენი დატრომბაო რა ტრომბი მოვიდაო და გული გაუსხდა ეს იყო ორმხრივი FPV დაბომბვის დროს თუ მის პოზიციას როგორი სიტუაციაა იცი ეს დრონშიკები უპილოტოები ერთმანეთზე ნადირობა მიდის რა ჩვენც ვეძებთ მაგათ პოზიციებს სად არიან დაბანაკებულები რომელ პადვალში რომელ პასატკაში და ესეთი რაღაცები მიდის რა ერთმანეთზე ნადირობა ქვია ამას რა როგორც ჩვენ ნადირობთ ისინიც იგივე საკეთებენ ჩვენსკენ რა და რომელსაც უფრო ძლიერი საყავს მათი საწინააღმდეგო რებები ქვია და ისა ვერევით რა ჯერჯერობით ვერევით სამწუხაროდ ხდა ეს ფაქტი რომ 5 თვის განმავლობაში დანაკლისი არ ქონია მთლიან ბატალიონში და ეს მოხდა სამწუხარო ფაქტია მისი გასვენება სამშაბათს იქნება კიევში როგორც ვიცი პანაშვილის სამშაბათი დილის 11 საათზე ჩვენ ბაჩო იქნება ეკლესიაში დასვენებული კიევში იქ მუთხელა კიევში კი ის და შემდეგ უკვე გადმოსვენდება საქართველოში. ეს დამთავრდება ჩვენი გაცილების და მერე გაამგზავრებენ და აეროპორტიდან გამოაუშვებენ საქართველოში.
გასაგებია, იმედია, აქაც დავხვდებით ღირსეულად, ნამდვილად ყველა მებრძოლი, რომელიც უკრაინაშია, იმსახურებს ღირსეულ დახვედრას. მოდი, შერეკილებზეც ვისაუბროთ ცოტა. შენ ცალკეული ასეული ახსენე, ეს ამ ასეულს ქვია შერეკილები. შერეკილებზე მოგვიყევი მეტი მოკლედ, ეს უკრაინის შერეულ ბრძოლებში ინტეგრირებულია, ცალკე ხართ როგორ ხდება ეს? ანუ შერეკილები. აქ ახლა ესე დავიწყებ რა. აქ არც ერთი ჯგუფი. მე ჯგუფს ვეძახ, ჩემთან ქვედანაყოფი, ანუ ბატალიონი არა. მე არ ვარ ბატალიონი. ბატალიონის უფლება ჯერ აქ არავის არ აქვს. უცხოეს. ამას უნდა მთელი პროცედურა უნდა ეს რომ გაგიკეთონ რა. და აქ ყველა ვინც ვიბძვით, ყველა ვართ გაფორმებული ზსეოში. ანუ უკრაინის შერაგებულები, ქართველები, ანუ ისეთი რაღაცა მოხდა. პირველი ორი შეტაკება იყო, ანუ შტურმი, რომელშიც მივიღე მონაწილეობა, რა თქმა უნდა, 30 ქართველი ვიყავით. შერეკილები არ გვერქვა, მაშინ ვიყავით 100-ე ბრიგადაში, სადაც ანუ მიმართულება იყო ავდეევკა. დონეცკი ისევ. და რა ვიცი, იქ ჩავატარეთ პირველი ოპერაცია 2014 წლის პოზიციებზე მივიტანეთ იერიში რა. და სამწუხაროდ პირველ დღეს 13 კაცი დაგვეჭრა. უდანაკარგოთ, მეორე დღესაც მოგვიწია ისევ ბრძოლა, ისევ იმ ადგილას, ანუ ორდღიანი ბრძოლა მოგვიწია. მეორე დღესაც დაემატა ბიჭები სამწუხაროდ. შემდეგ იმ ღამეს დილის დაწყებული საღამომდე ევაკუაცია ჰქონდა ბიჭების, ანუ დაჭრილების გამოყვანის. და მე საღამოზე სახში ვინც ვიყავით სადღაც 10 კაცამდე დარჩენილი, ამ 10 კაცსაც ფოსფორი დაგვარტყეს. და ფოსფორის შემდეგ უკვე ისე ვიყავით, რომ დილის 4 საათზე დაგვარტყეს ფოსფორი და სადღაც 12 საათამდე ან პავლები და მე აღარ გამოვედით რა. შემდეგ მოგვიწია ევაკუაცია, ჩვენი თავის ევაკუაცია და აღმოჩნდით დნეპრში გოსპიტალში, ანუ საავადმყოფოში და მან მოგვიწია სადღაც თვენახევარი მკურნალობა რა. ფოტოჟური პირველი ვიყავით, ანუ ქართველები ჩვენ, ვისაც ფოსფორი დაეცა. პირველი შემთხვევა იყო ეგა. მის მერე ანუ ისევ რა თქმა უნდა შევიკრიბეთ ბიჭები, ამ მკურნალობის მერე დაჭრილი ბიჭები, ჭრილობა ვისაც ჰქონდა ის ცალკე იყო, ცალკე საავადმყოფოებში და ანუ ისევ 100-ე ბრიგადაში დავბრუნდით პაკროვსკში, შევიკრიბეთ ბიჭები და შემდეგ ითქვა ესეთი რაღაცა, რომ всё ავტოკაჯა ბიჭებმა თვითონ ბიჭებმა გადაწყვიტეს, მოდი ავტოკაჯა იყოს ჩვენი პასუხისმგებელი რა. რადგან რავი, არ ვიცი, მე ახლა ჩემ არ ვიცი რა, ალბათ ბიჭებმა ესე გადაწყვიტეს, იმიტომ რომ რაღაცა იყო რა, ისეთი რომ ან დობა და არ ვიცი რა. თვითონ ბიჭებმა გადაწყვიტეს ეს რომ მე ყოფილიყავი პასუხისმგებელი რა და თან უკრაინელებმა, ანუ თქვენ ფსიქოპატები და რას ნიშნავს შერეკილები რა და აი დაგვერქვა შერეკილები რა. რამდენი ქართველი ხართ ახლა შერეკილებში? მხოლოდ ქართველები ხართ თუ უკრაინელებიც არიან თქვენთან ნაყოფში? არა, ახლა როგორ ვარ, იცი, ახლა ანუ ისეთი ის მოხდა, წოდებაც მოუციათ, შემზე არც ვიცოდი რა. ანუ ადრე მოუციათ წოდება ოფიციალურად. ეს ახლა ხან გავიგე, რომ წოდება მქონია უმცროსი სერჟანტი. ახლა ამ ბრიგადაში რომ მოვედით, ანუ ცალკეული არა, ანუ ბატალიონში ვართ 100-ულში და რომელშიც მე მაქვს 20-ულის მეთაურის თანამდებობა. ანუ თვითონ მე ვთხოვე რომ 20-ული მეყოფა რა, არ მინდა 100-ული, 20-ული იყოს პირველი და შემდეგ ვნახოთ რა. და ახლა ვარ ანუ ოფიციალურად ზსეულს 20-ულის მეთაური რა. და რამდენი ქართველი ხავს? თუ უკრაინელები არიან შენთან? ეხლა მყავს 15 ქართველი და უკრაინელებიც არიან ბიჭები, ადგილობრივები, რომელიც ჩვენ 20-ულში გადმოვიდა, რომელსაც ჩვენთან უნდა მუშაობა. გვენდობიან და ანუ ჩასოვი არის სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუშკოვკა, კონსტანტინოვკა, კრამატორსკიდან უკვე ჩვენ იქ ვართ.
ცნობები მოდის ფრონტიდან არ არის მარტივი სიტუაცია, მით უმეტეს ყინვებში, მით უმეტეს ნისლში. ცოტა მეტი რომ მოგვიყვე, ახლა რა ვითარება არის, მე ჩემს ეპიზოდებში რუკებზე დაკვირვებით, რაც ვრცელდება სხვადასხვა რუკები იქ ამცნობ რა თქმა უნდა ინფორმაციას ჩემი არხის მაყურებელს, თუმცა შენ მაქედან რო გითხრა, ბოლოს თქვა პოზიციაზე როდის იყავი, როდის გამოხვედი, უკან როდის უნდა შებრუნდე, რის თქმა შეგიძლია ცხადია ოპერატიული საიდუმლოებიდან გამომდინარე და გარდა ამისა უშუალოდ სიტუაცია როგორ არის რუსების წინსვლა, რამდენად ახერხებთ მათ შეკავებას? ანუ პოზიციაზე ვიყავი, სანამ ბაჩო დაიღუპებოდა, წინა დღეს გამოვედი მე. ანუ შემდეგი ჩემი ბიჭები შემოვიდნენ და მე გამოვედი. ანუ როგორც ხდება რა, 5 დღე გვიწევს ყოფნა რა, ანუ პოზიციებზე 5 დღე მუშაობთ, დანარჩენი სახში ვართ რა, ანუ რა. და ისე გვაქვს დალაგებული ეს 3 პოზიცია რაც არის რა, ჩემი ამ ფლანგზე. ანუ ჩვენ თვითონ ვალაგებთ რა, როგორ გვინდა. ახლა ჩვენი მანქანა გვყავს, საბრძოლო მანქანები გვყავს, ჩვენი მძღოლები გვყავს, ანუ ქართველები მძღოლებია, კიჟინაძე ყავს, ზოლად რავი. მაგან მთელი ეს მიმართულება გააგიჟა რა, ისეთი ადამიანია, ყველგან შედის რა. ყველგან შედის, ყველგან გამოდის. ცოცხალი რა თქმა უნდა რა. ანუ ოცეულში შტატი რაც არის დალაგებული ზუსტად მასე, მაგრამ თავისი მედიცინა, ანუ თავისი ექიმებით, თავისი სტარშინას ეძახიან, ანუ ეგა, ძღოლები, ჯგუფის მეთაურები, ოცეულის მეთაურები და ჩვეულებრივ, როგორც ანუ ზესეუ, ისე ვართ შტატით. მუშაობთ, საბრძოლო ვითარება ესეთია რა, ანუ ის სიმართლე რო გითხრათ ვერევით. ამ მიმართულებაზე ჩვენ ვაკონტროლებთ ყველაფერს. წინ ვერ 4 წელია უკვე ამ მიმართულებაზე, ანუ ვერ მოდიან რა. მართლა ახლა უკვე უფრო ღრმად ჩავიხედე რა ფრონტის იმებში, რადგან უფრო დამევალა ბევრი რაღაცეები და ვერევით რა. არ ვიცი. ანუ ისე მუშაობენ ბიჭები, FPV-სტები, ეს ვამპირისტები, რომ არც დავდებ მაკადრებს რა, რომ აღარ მინდა რა, რას უშვებით. ვერევით. ძალიან კარგი. ჩასოვიარს ვერ გადმოცდნენ რა, უკვე ჩასოვიარი მაგათია, მაგრამ თავში არის, ანუ ისეთი სერიზონა, არც ჩვენ შევდივართ და არც ისინი მოდიან, რომ მოდიან, ანუ შტურმზე, შეტევაზე თუ აპირებენ გადმოსვლას, ეს კვადროციკლებით, მოტოციკლეტებით რაღაცა დადგებიან ბევრი ერთად, მაგრამ 10 თუთში აღარ არიან. ძალიან კარგი. კიდევ ერთი კითხვა და ბევრია საუბარი იმაზე, რომ უკრაინა ახლა გაიცდის პირადი შემადგენლობის დანაკლის. თუ იგრძნობა თქვენ მიმართულებაზე ეს ზოგადად რა განწყობა არის ფრონტზე, მით უფრო გვესმის რაღაცა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაუთავებელი საუბრები, თითქოს დონეცკის ოლქის დათმობაზე, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში. რამდენად იგრძნობა მოკლედ ჩვენს მიმართულებაზე პირადი შემადგენლობის დანაკლისი და ზოგადად რას ფიქრობთ დონეცკის უბრძოლველად დატოვებაზე? მე არ მგონია, რომ დონეცკი ესე დათმონ უბრძოლველად. არ ვიცი ახლა კრამატორსკი, სლავიანსკი დგას მყარად. კი, ატა ქალაქებსაც ბომბავენ, კაბები მოდის, რავი თუ გაგიგიათ კაბები ესეთი. სულ არის ანუ დაბომბები, მაგრამ პოზიციებზე წინ ვერ მოდიან. ანუ ეს იმის შედეგია, ჩვენ უფრო გავაძლიერეთ ეს უპილოტო მიმართულება, პილოტები და დრონშიკები. ფიქრობ, რომ ჩემინება რომ იყოს თლიან ფლანგს ამაზე გადავიყვანდი რა. ყველას გადავიყვანდი, ანუ პეხოტას რო ექვეითებს რო ეძახიან რომელიც პოზიციებზე ზის, მაგ ხალხსაც გამოვიყვანდი და ყველას ვაქცევდი დრონშიკებად, უპილოტოებად. სიტყვაზე 100 კაცია პილოტი, 100 დრონია, ხო, ერთობლივად წავა, მოგვარებულია საქმე. რაც არ უნდა ბევრი ის იყოს, რა ქვია, მტერი რა. რაც არ უნდა რაოდენობა იყოს, ფიქრობ დრონი მეფობენ არა მეფენ. დრონი იგებს ბესოლს. ძალიან დიდი მადლობა შენი დროისთვის და აქვე, ასე ვთქვათ, ვისარგებლებ შემთხვევით და პირობას ჩამოგართმევ რაღაცა პერიოდულობით დაგიბრუნდები ხოლმე და ჩემს მაყურებელს გავაცნო სიტუაცია უშუალოდ ადგილიდან. როგორ ვერ გავიგე. მადლობა და პირობას ჩამოგართმევ, რომ პერიოდულად დაგიბრუნდები ხოლმე და პერიოდულად ინტერვიუებს ჩამოგართმევ. მადლობა თქვენ. რავი, მუშაობთ ბიჭები, აქედან მინდა თქვენი იმით ისარგებლო კიდევ ერთხელ მიუსამძირო ოჯახს, მეუღლეს, ბავშვებს.
რავი, დედას, მამას და გამძლეობას უსურვებ. ბაჩოს მშობლებს, ოჯახს, ნათესავებს და უნდა იამაყოს ყველამ ესეთი მებრძოლი შვილი რო ყავს. მებრძოლების ნატურა და ოცნებაა კიდე ბრძოლაში მოკვდეთ და არა ქუჩაში. ანუ ესეთი ნატურა გვაქვს ყველას. ყველას თავისი სიკვდილის ნატურა აქვს რა და მოდი ჩვენ მებრძოლები ვარ და ბევრს არ ესმის ეს აზრი არ ესმის ბევრს და ბაჩო იყო მგელი და მგლურად დაეცა. იამაყოს მათმა ოჯახმა და იამაყოს საქართველოს, ვისაც საქართველოს უყვარს. ასეთი მებრძოლები იშვიათად გადებიან. მადლობა ბაჩოს გაწეული სამსახურისთვის. მართლა მაგრა იმუშავა. იმ ღამეს, რა ვიცი, ძალიან მაგრა იმუშავა და სამწუხაროდ დილით მოხდა ეს. შემდეგ დავგეგმოთ ოპერაცია გამოყვანი, ცოტა რთული ახლა იქ შესვლა, გამოსვლა, ახლა ძალიან ისეა და როგორც იმათი დრონებია, ისე როგორც ჩვენი დრონებია, იგივეა იმათი დრონები და აქ დრონებთან ბრძოლა, მერე შესვლა, ევაკუაცია და მადლობა მინდა უთხრა ჩემ ბიჭებს, რა შერეკილებს, მართლა აი ვამაყობ ბიჭებით რა. ბიჭები ანუ ევაკუაციაზე, ისე ჩვენ თვითონ რა, ისე დავგეგმეთ, რომ აი წარბიც არ შეუხრია არციც, რა შევარდნენ ბიჭები და გააკეთეს საკეთებელი ბაჩო გამოგვიყვანა და ბაჩოს ვაბარებთ ოჯახს. სამწუხაროდ ესე, მაგრამ მოხდა ესე. ასე გებია უერთდები შენს გამხნევებას, ხნეობა ოჯახს, მშობლებს დიდი მადლობა ასეთი ვაჟკაცის გაზრდისთვის და გამძლეობა მის მეუღლეს და შვილებს. მადლობა შენ კიდევ ერთხელ დროებით. მადლობა ავთოს, ვფიქრობ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, მართალია ტრაგიკულ ამბავზე მოგვიწია ჩართვა, თუმცა როგორც გითხარით, მე დაგკვირდით პერიოდულად ქართულ მებრძოლებს გაგაცნობთ და ის ერთ-ერთი არის ვინც ფრონტზეა და ჩვენ როგორც პირობაც ავიღე გავაგრძელებთ მასთან ერთადაც და მის დანაყოფთან ერთადაც კომუნიკაციას, სხვა ქართულ მებრძოლებსაც გაგაცნობთ გარკვეული პერიოდულობით, სხვებსაც საუბრობდით და მინდა ახლა ვისაუბრო მშვიდობიანი მოქალაქეების დანაკარგზე 2025 წელზე. მე რამდენიმე ეპიზოდის წინ დაგკვირდით, არსებობს ეგეთი წყარო სიტ, რომელიც არის ასე ვთქვათ, ემიგრირებული რუსები აკეთებენ ამ ყველაფერს, ძალიან აქტიურად ადევნებენ ფრონტს თვალყურს და მათ შეისწავლეს დანაკარგები. სულ ორივე ქვეყანაში, ანუ რუსეთშიც და უკრაინაშიც 2025 წელს გარდაიცვალა 2919 მშვიდობიანი მოქალაქე, აქედან 96 ბავშვია, 17775 კი დაშავდა, მათგან 1000 ბავშვია. უნდა ითქვას, რომ 2024 წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი გარდაცვალებების რაოდენობა, 25%-ით არის დაშავებულების რაოდენობა, უბრალოდ და აქედან 79% მოდის უკრაინის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამასთან რუსეთში დაოკუპირებულ ტერიტორიებზე წინა წლებთან შედარებით, 2024-თან შედარებით 2025-ში მსხვერპლის რაოდენობა 6%-ით შემცირდა, დანარჩენ უკრაინაში კი 35%-ით გაიზარდა. ანუ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებზე რუსები აგრძელებენ მასირებულ დარტყმებს. კიდევ ერთხელ საერთო რაოდენობიდან 2919 გარდაცვლილი და 17775 დაშავებული 79% მოდის უკრაინის მოქალაქეებზე და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ასე ვთქვათ არ ეშვება რუსეთი სამხედრო დანაშაულებს. აქვე რადგან გარდაცვალებებზე საუბრობთ, ძალიან რთულია გვერდი აუაროთ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც ოლიმპიადაზე დაფიქსირდა, ხსოვნა დანაშაული არ არის. დანამდვილებით ვიცი, რომ არხის მაყურებელი უკვე ნახავდა და ეცოდინება ეს ინფორმაცია, მოკლედ მაინც ვიტყვი. ერთ-ერთ ათლეტს სურდა, რომ დამცავ შაპყუძე ყოფილიყო გამოსახული იმ უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულება, რომელიც სწორედ ამ ომის დროს გარდაიცვალა და ასე მიეგო პატივი მათი ხსოვნისთვის. გასაგებია ოლიმპიური კომიტეტის პოზიცია, რომ რაღაცა ოლიმპიადა არ არის პოლიტიკური აქტების ადგილი, თუმცა ვინმე მომიხსნას სად შეიძლება გარდაცვლილ სპორტსმენის ხსოვნას პატივი მიაგო თუ არა ოლიმპიადაზე. ზოგადად ოლიმპიური მოძრაობის აღდგენის მთელი არსიც მაგაში იყო, რომ სამყაროსთვის შეეხსენებინა მშვიდობის მნიშვნელობა.
ჩვენ ვიცით რომ ტრადიციულად ლეგენდების მიხედვით ოლიმპიადების დროს ომები წყდებოდა, ხო? და არათუ არ წყდება ომები ახლა პირიქით ომში დაღუპულ სპორტსმენების ხსოვნის გამოხატვაც არ შეიძლება. ეს არის სრულიად სამარცხვინო ფაქტი და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ სპორტული ფედერაციები და ზოგადად ოლიმპიური კომიტეტი ზედმეტად გაირყვნა და ფულის ტომრები არიან ცარიელი და ერთადერთი საზრუნავი და საფიქრი რაც აქვთ არის როგორ იშოვონ ბევრი ფული. ყველანაირი ოლიმპიური პრინციპი დავიწყებული არის. მედლების მოგება მსოფლიო ჩემპიონატებზე და ევროპის ჩემპიონატებზე შეიძლება ოლიმპიადის მთელი არსი იმაში არის, რომ ის არის მშვიდობის დასამყარებლად ასე ვთქვათ მოფიქრებული სპორტული ღონისძიება და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური მოძრაობა და მისი აღდგენა იყო სწორედ ამ მიზნისკენ მიმართული, რომ სამყაროსთვის შეეხსენებინა მშვიდობის მნიშვნელობა და ჩვენ ვიცით როგორ მოქმედებს პუტინი და რუსეთი, კრემლი ოლიმპიადების დროს საკმარისზე გავხსენოთ 2008 წელი, როდესაც პეკინში ოლიმპიადის გახსნის ფოიერვერკებთან ერთად ცხინვალის რეგიონი და მიმდებარე სოფლები გორის რაიონში იბომბებოდა რუსული ავიაციით და რუსული артиლერიით. შესაბამისად პუტინი დასცინის ოლიმპიადის იდეას და ამაში ხელს უწყობს თავად ოლიმპიური კომიტეტი, როდესაც სპორტსმენებს არ აძლევს საშუალებას დაღუპული სპორტსმენების ხსოვნას მიაგონ პატივი. ასეთი სამარცხვინო რამ მე ცოტა ვიცი სპორტის ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის გასვლის შემდეგ აი ეს იქნება კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, სამარცხვინო ოქროს სამარცხვინო მაგალითი ოლიმპიადების ისტორიიდან, რაც ნამდვილად დასანანი და რამდენად ნამდვილად სამწუხარო ფაქტი არის. პარალელურად მიმდინარეობს მიუნხენის კონფერენცია, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი განცხადებები კეთდება, ყველა განცხადება ჯერ გაკეთებული არ არის, შესაბამისად არ გავუყვები ამ განცხადებების შეფასებებს და უკვე შემდეგ ეპიზოდებში შემოგთავაზებთ. ერთადერთი ვისი ხაზგასმაც შეიძლება არის ის, რომ ამერიკას დივენსის ნაცვლად წარმოადგენს მარკო რუბიო და მისი გამოსვლა უკვე იყო და საკმაოდ პოზიტიური წინა წლის დივენსის გამოსვლისგან განსხვავებით, ხაზგასმით აღნიშნა რუბიომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამყარება, ანუ საუბარია ამერიკის და ევროკავშირის, ამერიკის და ევროპის ურთიერთობების გამყარებაზე, რომელიც ასე შეარყია ტრამპმა, თუმცა აქ არის მეორე მოსაზრებაც, რომ ტრამპი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ევროპამ გამოიღვიძოს და თავის თავს მიხედოს. ნახოთ, მოკლედ ყველა განცხადებას დაველოდოთ და როგორც გითხარით, შემდეგ ეპიზოდში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, თუმცა თავისთავად ეს რაღაცა წინა წელს რობენსი იყო თავის შოკის მომგვრელი შხაპით და წელს მარკო რუბიოა შედარებით შერბილებული ტონით და უფრო პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე გაკეთებული აქცენტებით ეს უკვე თვალშისაცემია. გარდა ამისა, მიუნხენშივე წარადგენეს ზელენსკიმ და გერმანულმა მხარემ ახალი FPV დრონები, უკრაინულ-გერმანული წარმოება და ითქვა, რომ 10,000 დრონი უკვე მზად არის. კი 10,000 FPV დრონი კარგია, თუმცა რო გვესმოდეს 10,000 FPV დრონი არის დაახლოებით ის, რასაც 2-3 დღეში მაქსიმუმ 5 დღეში გამოიყენებენ ფრონტზე, ასე რომ 10,000 საკმარისი არ არის, იმედია ეს წარმოება კიდევ უფრო მაღალ წარმოებაზე გავა და უფრო მეტი დრონი მიეწოდება უკრაინას. გარდა ამისა, რაზეც მინდა კიდევ გავამახვილო ყურადღება არის ევროპული ბირთვული ქორგის შექმნის იდეა, ეს კიდევ ერთხელ გახდა დადგა დღის წესრიგში. ჩვენ ვიცით, რომ ამაზე უკვე თითქმის 1 წელია მიმდინარეობს საუბარი, მას შემდეგ რაც ტრამპმა ცივი შხაპი გადაასხა ევროპას და უთხრა, რომ თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს. კი, ევროპული ბირთვული ქოლგა კარგია, თუმცა აქ მაინც შემოდის რამდენიმე საკითხი, ვინ იქნება ერთიანი აი ამ ქოლგის მმართველი, საფრანგეთი დათმობს თუ არა პოზიციებს, ბრიტანეთს რა პოზიცია იქნება, ახალ ბომბებს შექმნიან თუ ვერ შექმნიან. მოკლედ აქ ბევრი კითხვის ნიშანი არის, თუმცა ამ მიმართულებითაც დაიწყო საუბრები და ეს მნიშვნელოვანი არის. ნახოთ როგორ განვითარდება აქ მოვლენები. გარდა ამისა, კიდევ მინდა ვისაუბრო ზღარბი 2025-ზე. ეს 2026 უფრო სწორედ, ეს არის წვრთნები ნატოში, ეს სახელით.
და აქ საუბარი არის ნატოს წევრი 12 ქვეყნის და უკრაინის შერაღებული ძალების ერთობლივ წვრთნებზე, რომელიც თანამედროვე ომის, ასე ვთქვათ, სპეციფიკებს განიხილავს და ამუშავებს სცენარებს და, ასე ვთქვათ, ნატოს ალიანსის წევრი ქვეყნების დანაყოფები სიმულაციაში ებრძვიან უკრაინულ დანაყოფებს. გასაგებია ალბათ, დღეს ყველაზე კარგად სწორედ უკრაინელებმა იციან თუ რა მეთოდებით და როგორ იბრძვიან რუსები ფრონტზე. და სხვათა შორის ესეთი ინფორმაცია გამოვიდა, რომ უკრაინული FPV დრონების დანაყოფმა 2 ბატალიონი გაანადგურა უბრალოდ ალიანსის წევრი. როგორც იტყვიან, რაც უფრო რთულია მდგომარეობა და ბევრ ოფლს დაღური წვრთნისას, ნაკლებ ოფლს და სისხლს დაღური რეალურ საბრძოლო მოქმედებებში, ასე რომ იმედია შესაბამის გაკვეთილებს გამოვიტანენ ამ წვრთნებიდან და ისწავლიან, როგორ შეიძლება დრონების წინააღმდეგ ბრძოლა. მე უფრო პირველ ნაწილში ეპიზოდის ჩვენ პირდაპირ ფრონტის ხაზიდან საუბრობდით თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ბრძოლებს და რა მნიშვნელობა აქვს უბრალოდ FPV დრონებს და ახლა ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე უშუალოდ ფრონტზე, იქ არსებულ მდგომარეობაზე, სანამ რუკებს გავხსნი, გეტყვით რომ ტრადიციულად 3 რუკაზე მექნება მიმოხილვა, ეს არის Deep State, Slivochny Kaprizi, რუსული და ომის შემსწავლელი ინსტიტუტი და აქვე შეგახსენათ რომ თუკი არხი არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ ახლა გამოვიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო მათ, ვინც ეს ხო ამ ყველაფერს სისტემატურად აკეთებს, ასევე მათ, ვინც დონაციით არის დაკავებული, აღწერაში ანგარიშის ნომერია, არხი ფუნქციონირებს მხოლოდ დონაციით და ნებისმიერი თანხის დონაცია ესთვის მადლობელი ვიქნები, ხოლო თუკი არხი არ გაქვთ გამოწერილი, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ გამოიწეროთ არხი, ასევე ტელეგრამზე გეტყვით. სულ ცოტა ხნის წინ დავიწყო ტელეგრამის წარმოებაც, მისი ლინკიც არის აღწერაში, შეგიძლიათ ასე ვთქვათ, გადახვიდეთ და მათ შორის აი დაღუპული ბაჩოს ბრძოლის კადრებიც ნახოთ უფრო ასე ვთქვათ ინტენსიურად ვიდრე ეპიზოდის დასაწყისში შემოგთავაზეთ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ რუკებზე და ფრონტზე. კუპიანსკი დავიწყოთ, იქ გარკვეული მოძრაობების შეინიშნება რუსული დანაყოფების, თუმცა ეს ყველაზე ასე ვთქვათ მსუბუქად ჩანს Deep State-ის რუკაზე, საკმაოდ დაგვიანებულად. აი ასეთი ვითარება არის, ასე ვთქვათ, Deep State-ის რუკაზე, აი ასეთი ვითარება არის Slivochny Kaprizis, ხედავთ რომ Slivochny Kaprizis მიხედვით კუპიანსკის ჩრდილოეთში დაბრუნდნენ რუსები და ასევე პეტროპავლოვკა მთლიანად დაიკავეს პრაქტიკულად 2/3 მაინც, ხოლო მცირედ ნაწილი არის დარჩენილი, ხოლო რაც შეეხება ომის შემსწავლელ ინსტიტუტს, აი აქ ესეთი ვითარება არის, გარკვეულ შეჟონვას კუპიანსკში ჩრდილოეთიდან ასე ვთქვათ ადასტურებს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის და პეტროპავლოვკაზე რო დაუბრუნდეთ, აი პეტროპავლოვკა არის აი აქ ხედავთ რომ აი აქ არის კუპიანსკი და რატომ არის ახლა პეტროპავლოვკა მნიშვნელოვანი, აქ დაფიქსირდა რუსული გარღვევის მცდელობა და საუბარი არის ჯავშან კოლონაზე, ვთქვათ, არა ბოლომდე შეჯავშნულზე MTLB-ები იყო, ბაგები იყო და ასევე კვადროციკლები, თუმცა ჩვენ გვაქვს კადრები, სადაც მათ უკრაინული FPV დრონები ანადგურებენ, უკრაინელების განცხადებით, 2 MTLB, რომელიც იღებდა გარღვევაში მონაწილეობას, განადგურებულია, ასევე 2 ბაგი არის განადგურებული, 11 კვადროციკლი და ასე ვთქვათ, 17 ჯარისკაცი ამ გარღვევის მიხედვით. ზედ არხები ასევე წერენ ძალიან საინტერესო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ მიმართულებაზე რევიზია ჩავიდა კრემლიდან. ჩვენ ვიცით, რომ კუპიანსკის გარშემო დიდი სკანდალი არის, გერასიმოვი, პუტინი, გენშტაბი რუსეთის ამტკიცებს, რომ კუპიანსკი ისევ რუსული კონტროლის ქვეშ არის. ამ დროს ჩვენ ნახეთ ზელენსკი მის მისადგომებთან ჩასული და ვიცით, რომ ყველა რუკას მიხედვით, მათ შორის Slivochny Kaprizis რუკის მიხედვით, იქ სულად აქვთ გაწმენდილი უკრაინულ ჯარისკაცებს და დარჩენილი ჩრდილოეთში დარჩენილი დანაყოფების წმენდა მიმდინარეობს და ასე ვთქვათ, რევიზია ჩავიდა, რომ ადგილზე ნახონ რა სიტუაცია არის. მე ამ რევიზიის წევრებს ურჩევდი, რომ ადგილზე გენერლებს უთხრან, რომ აი ხო ჩვენია კუპიანსკი, ხო გაწმენდილია იქ ყველაფერი. შევიდეთ ქალაქში და იქ ჩავატაროთ თათბირი, ადგილზე დამათვალიერებინეთ და დაგვიმტკიცეთ, რომ ნამდვილად ჩვენ ვაკონტროლებთ და ნახოთ ერთი რა მდგომარეობა იქნება ამ მიმართულებაზე.
არ ვფიქრობ, რომ ამას ვერ გარისკავენ. შემდეგ უკვე სლავიანსკი კრამატორსკიზე ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვიდეთ უფრო სამხრეთით, უფრო კონკრეტულად კი პოკროვსკი მირნოჰრადის მიმართულებაზე. აქ, ასე ვთქვათ, Deep State-ი ნელ-ნელა იწყებს მოცემულობის აღიარებას, რომ მირნოჰრადი მთლიანად დაკავებული არის და პოკროვსკიც. თუმცა, ანუ ყველაზე მეტად განსხვავებული სიტუაცია რუკებს შორის სწორედ ამ მიმართულებაზე არის. აი ეს არის Deep State-ის რუკა, აი ეს გამოიყურება სლივერსკის კაპრიზი, თქვენ ხედავთ, რომ პოკროვსკი და მირნოჰრადი სრულად არის ოკუპირებული და არათუ პოკროვსკი მირნოჰრადი, არამედ გრიშნეშიც უკვე შესულები არიან საკმაოდ სუყედ, როგორც სლივერსკის კაპრიზი ამტკიცებს, რაც შეეხება ომის შემსწავლელი ინსტიტუტს, დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციას ხედავს, რასაც სლივერსკის კაპრიზი, ერთი განსხვავებით, რომ უშუალოდ პოკროვსკის დამიმართებაში ეხედავთ გარკვეული ნაწილი ქალაქ პოკროვსკის ჯერ კიდევ საბრძოლო მოქმედების არეალში აქვს და არა სრულად ოკუპირებულში. აქ საინტერესო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ კი შევიდნენ ხრიშნეზე, შემდეგ უკვე როგორც იცით, აი აქ გადაიჭრება მთელი საკომუნიკაციო გზები. შეეხება ამ მიმართულებას, აქედან ვრცელდება კადრები, სადაც ქალაქ პოკროვსკში უშუალოდ რუსები, ვთქვათ, ტექნიკის მობილიზებას ახდენენ ანგარებში, ფარეხებში არის ვთქვათ, მობილიზებული, იქ გროვდება ეს ჯავშანი ტექნიკა, მათ შორის ვრცელდება კადრები უკრაინული მხრიდანაც, რომ ნაწილს ამ ტექნიკის ანადგურებენ, თუმცა როგორც ჩანს, პოკროვსკში უკვე ისეთი სიტუაცია არის, რომ რუსებს თამამად შეყავთ თავიანთი მძიმე ტექნიკა და უკვე საგაზაფხულო ახალი ძალით იერიშისთვის ემზადებიან. დაველოდოთ ამ მიმართულებაზე მომენტთა განვითარებას და ახლა მინდა ჩამოვიდე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე, რომელიც ასე ვთქვათ ყველაზე საინტერესოა იმ მხრივ, რომ ასე ვთქვათ, უკრაინის შეერთებულ ძალებს გამოცხადებული აქვს, რომ აი ამ მიმართულებაზე არის ლოკალური კონჩეტევები. აქ მინდა ახლა კიდევ ერთი განმარტება გავაკეთო, ესეთი რუსეთუმეების დიდი გამოხმაურება მოყვა კომენტარებში, რომ რა კონჩეტევაზე ლაპარაკობ და ასე შემდეგ, იმდენად აღიზიანებთ უკრაინელების კონჩეტევა, რომ სიტყვა ლოკალურს ყურადღება აღარ მიაქციეს. დიახ, ეს არ არის სრულმასშტაბიანი კონჩეტევა, ამას არც უკრაინული წყაროები არ წერენ, თუმცა ნამდვილად არის მცირე ლოკალური დონის კონჩეტევები და ეს კონჩეტევები არის რამდენიმე მიმართულებაზე. ამას შეიძლება იცოდოს რაღაც წმენდის ოპერაციები. აი თქვენ ხედავთ არსებულ სიტუაციას Deep State-ის რუკაზე, ხო? აქ საუბარი არის ზალიზნიჩეზე, ასევე დობროპილიაზე, ასევე ტერნოვატეზე და კიდევ ჩრდილოეთით რამდენიმე ვერბოვე და რამდენიმე, ასე ვთქვათ, ქალაქზე, დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის ხოლიაპოლეზეც მცირე, ასე ვთქვათ, ტაქტიკური შეტევები, კონჩეტევები უკრაინელების. ის რომ ეს რეალობა არის და არ არის უკრაინელების გამოგონილი, ამას ადასტურებს თავად სლივერსკის კაპრიზის რუკები. ხედავთ, რამდენად სიღრმეებში არის უკრაინის დროშები მონიშნული, ეს არის ტერნოვატე, ეს არის ხოლიაპოლე და ხედავთ, როგორ ინტენსიურად არის აი აქ უკრაინული დროშები თავმოყრილი, რაც ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ლოკალური დონის კონჩეტევას აქ უკრაინული ძალები აწარმოებენ, გარდა ამისა, აი ეს უკვე არის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი და თქვენ აქაც ხედავთ აი ამ ლურჯ და ცისფერ მონიშნებს, რაც გულისხმობს სწორედ უკრაინული დანაყოფების კონჩეტევას. გარდა ამისა, დაფიქსირდა აბრამსის ტანკი დაახლოებით აი ზალიზნიჩეს და დოროჟნიკეს შუაში დაახლოებით აი ამ ტერიტორიაზე. ეს ამ კადრებს ახლა თქვენ ხედავთ, ეს არის ასე ვთქვათ რუსული FPV დრონები ცდილობენ მის განადგურებას. გარდა აბრამსისა ასევე დაფიქსირდა იქ ცეზარიც და ეს საარტილერიო დანადგარია ფრანგული და უნდა ეს ყველა
ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ შეიარაღება, ეს შეიარაღება რომ დანაყოფებსაც აქვს, ეს არის მოიარიში დანაყოფები უკრაინული და საუბარი არის მათ შორის 475 მოიარიში პოლკის სხვადასხვა დანაყოფზე. ისინი სულ ცოტა ხნის წინ იბრძოდნენ პოკროვსკის მიმართულებაზე და პოკროვსკი და აი ამ ელიტური დანაყოფების გადმოსრულა ნამდვილად შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ პოკროვსკისთვის ბრძოლა დასრულებული არის და ახლა იქ გამოთავისუფლებული ძალები გადმოიყვანეს ჰოლიაპოლის მიმართულებაზე და აქ აწარმოებენ სწორედ აი ამ ლოკალურ კონჩეტევებს. შესაბამისად ეს დასტურდება ფაქტებით პატივსემულებო, როგორც არ უნდა ღიზიანდებოდეს რუსეთი და რუსეთუმეები, უკრაინელებს აქვთ უნარი, რომ მათ შორის მცირე მასშტაბის ლოკალური კონჩეტევები აწარმოონ. და ეს როგორც ხედავთ და როგორც გითხარით, თლიანად ასე ვთქვათ, დაფიქსირდა რუკებზეც, მათ შორის რუსული წყაროების რუკებზეც და კადრებითაც ეს ასე ვთქვათ დასტურდება. და ბოლოს, რაზეც მინდა დღეს ვისაუბრო, ეს არის სტარლინკების საგა, ძალიან ასე ვთქვათ ერთი შეხედვით სასაცილო ამბავი მოხდა. უკრაინელმა აქტივისტებმა დაპრანკეს რუსები, გააცურეს ასე ვთქვათ, შექმნეს ტელეგრამზე ბოტები, სადაც თითქოს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ მზად იყვნენ, რომ სტარლინკები თეთრსიაში შეეყვანათ და ასე ვთქვათ, ეს ანგარიშწორება კრიპტოვალუტაში უნდა მომხდარიყო და როგორც ანუ მარტივად ამ ChatGPT ამ ბოტში, Telegram ბოტში ყრიდი შენი device-ის უნიკალურ კოდს და გარკვეული კრიპტო თანხის სანაცვლოდ ხდებოდა თეთრსიაში შეყვანა, ასე ვთქვათ. და როგორც აი ეს აქტივისტები ამბობენ, 2000-მდე რუსული device-ი გამოავლინეს და თეთრსიეს მაგივრად პირიქით შავსიაში მოხვდნენ და პარალელურად გარკვეული თანხაც შეგროვდა ფრონტზე გასაგზავნად, ასე გააცურეს რუსები უკრაინელებმა. ეს კატატაგობანა გაგრძელდება ნამდვილად. რუსები ეცდებიან კიდევ სხვა ხვრელები იპოვონ, ეცდებიან უკრაინელი ტყვეების, ვინც მათ ხელში ამათ ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და ზეწოლით და დაშინებით აიძულონ, რომ რუსული სტარლინკები შევიდეს, ასე ვთქვათ, უკრაინულ თეთრსიაში. აქ რასაც უნდა მიექცეს ყურადღება არის ის, რომ უკვე, ასე ვთქვათ, სტარლინკების პარალელურად ხდება Telegram არხების გათიშვაც რუსების მხრიდან, ამას საკმაოდ დიდი პანიკა მოყვა ამასაც. თუმცა დაველოდოთ აქ მაინც მოვლენების განვითარებას, არ ვიცი, ეს Telegram-ის საკითხი ჩემი აზრით ცოტა მეტ სიღრმისეულ შესწავლას მოითხოვს, ვიდრე ასე ერთი შეხედვით დავიჯეროთ, რომ რუსულივე აპლიკაცია მიუხედავად დუროვის განცხადებების რაღაცა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს რუსებისთვის. მოკლედ აი აქ ამაზე ჯერ სპეკულაციები არ მინდა, დაველოდოთ ცოტა მეტ ინფორმაციას ამ მიმართულებით და მერე შევაფასოთ აქ მოვლენები. მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო, როგორც გითხარით, შემდეგ ეპიზოდში უკვე მიუნხენის კონფერენციაზე გავამახვილებ ყურადღებას და იქ გაკეთებულ განცხადებებზე. გარდა ამისა, ვეცდები, რომ კიდევ ქართველი მებრძოლის ინტერვიუც შემოგთავაზოთ, სხვა მიმართულებიდან ამჯერად მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, ნახოთ რა გამოვა. დღევანდელი ეპიზოდი ასეთი იყო, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ დრომდე უყურეთ ვიდეოს. თუ კი ჯერ არ დაგილაიქებიათ, აუცილებლად დაალაიქეთ, არ გამოგჩეთ, თუ კი არხი არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ, გამოიწეროთ არხი. მოხდება არხის გაფართოება, განვითარება, განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც დონაციით არის დაკავებული. შეგახსენებთ, ეს არის არხი თავისუფალი ადამიანებისთვის და არსებობს მხოლოდ დონაციებით. თქვენ კი ვისაც დონაციის საშუალება არ გაქვთ, თუმცა სისტემატურად უყურებთ არხს და არ გაქვთ გამოწერილი, კიდევ ერთხელ გთხოვთ, უმორჩილესად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო. ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დროებით ნახვამდის.